გამოციქული კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში. მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ. დაირგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან შვიდი ვარ და მდაბალი გულით და იპოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი სულუქი. მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ, ანუ მე მოგიფონებთ, მე განგისვენებ თქვენ. აი ახლა კითხვა ისმის ასე, ნახეთ, ჩვენ რომ ისევ ის მინდა რომ გავიგოთ. ვის ეუბნება? მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალი და ტვირთმძიმენი. ვის ეუბნება? აი მაშვრალი და ტვირთმძიმენი, მაშვრალი დაშინებს დაღლილი, ხო? და მაშვრალი ნიშნავს დაღლილს. დაღლილი და ტვირთმძიმენი, ისაც ძიმე ტვირთი გადევთ. ვის ეუბნება? ცოდვებისაც კიდევ? აი ძალიან მნიშვნელოვანია, აი მე მინდა რომ ჩვენი გონება ყოველთვის მიმართული იყოს იქ, რაზეც არის ლაპარაკი იმ ადგილას, გესმით? რომ ზოგადი კი არ იყოს ეს ჩვენთვის ეს საუბარი. არამედ იყოს იმაზე, ხედავდეთ იმას, რაზეც ქრისტე ლაპარაკობს იმ დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ეს თუ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ შეიძლება ქრისტიანობა გადავაქცევთ რაღაც ისეთ სარწმუნოებად, რაც კავშირში აღარ იყოს იმასთან, რასაც ქრისტე ლაპარაკობს, გესმით? ვის ეუბნება? მოწაფეებს. კიდევ? კიდევ? გადავა? მოწაფეებს კიდევ? აი დაღლილი და ტვირთმძიმენი რატო არიან? ძიმე მცნებების ტვირთის ქვეშ ვინც არიან, იმათ ეუბნება. მოწაფეები რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ მოწაფეები და იუდეველები ხალხი მისი, ვინც დაიღალა ამ მცნებების ტვირთით. გესმით, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, რომ ამ ფარისევლებმა და წიგნომრებმა ეს ათასობით მცნება შექმნეს კიდევ, რომელიც ნახეთ როგორ არის მათეს სახარების 23 ხო, აი 33 შეკრავენ, ვაი თქვენ და ნახეთ კლავე? ნახეთ რადგან ძიმე ტვირთს კრავენ, ძნელად სატვირთველს ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევად არ სურთ დასახმარებლადო. ვიზე ამბობს ფარისევლებზე, რომლებმაც იმდენი მცნებაში ახლართეს ეს მორწმუნე ხალხი, რომ დაიღალა, აღარ შეუძლია, ამ მცნებებს ვერ ასრულებენ და ტვირთმძიმენი არიან. ყველგან ხდება, სადაც რელიგია გამოიყენება ხალხის სამართავად, ყველგან ხდება, რომ ამ მცნებების ტვირთით დამძიმებულია, დაბრძნულია ხალხი და ნამდვილი ის თავისუფლება ღმერთში აღარ ჩანს, ხო? ხო, გესმით? აი ეს მინდა გავიგოთ, ნახეთ რომ ეუბნება ებრაელებო, იუდეველებო, მოდით ჩემთან ვინც დაადღალათ აი ამ ტვირთმა ფარისევლებმა რაც დაგადეს ხრებზე და მე დაგასვენებ თქვენ. მე მოხსნით მაგ ტვირთს, რადგან ჩვენ ხო ნახეთ, ჩვენ ხო განვიხილეთ ეს რომ ქრისტე იმ რჯულის მცნებებს განმარტავს ჭეშმარიტად. წმინდად, სუფთად, მარტივად და სინამდვილეში ისე, როგორიც ის არის. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ქრისტე ამბობს მაგალითად, რომ დაიცავით შაბათი და უქმე იყოს ის თქვენთვის, ხო? ეს არის აი ერთი მცნება, ხო? ერთი კარი. წმინდა იყოს დღე შაბათი და იმ დღეს არ იმუშაო, რადგან შაბათი არის ყველბიდან გათავისუფლების მოგონება, ხო? ერთი კარი. ხო არის, პატარ კარია, გაძვრება აქვინმე თქვენგანი. ხო, მაგრამ ერთი კარია. ეხლა ფარისევლებმა ამას დაუმატეს მეორე კარი, მესამე კარი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ამ შაბათის ცნების აღსრულება, მარტო ეს კი არ არის საკმარისი ამბობენ. აი ასე, შაბათს ეს შეგიძლია გადადო, ეს შეგიძლია გადადო, ეს შეგიძლია მიწაიღო, ეს არ შეგიძლია. ათასობიდან. ნახე და ეს კარები გაფართოვდა. ეს კარები გახდა დიდი, ფართო გახდა ეს კარები. ქრისტე ეუბნება, ამ ფართო კარით თუ შეხვალთ, სასუფეველში ვერ შეხვალთ. აი ვიწრო კარი, ის ცნების ერთადერთი ნამდვილი განმარტება, რომელსაც მე გაუგნებ. გესმით? და აი ამ ათასობით კარებში შესვლით დაიღალა ეს ხალხი, აღარ იციან რომელია მართალი, რომელია მტყუანი, ვერ ასრულებენ და ქრისტე ეუბნება, ბატონო გაიხლარდნენ, დააღლილები არიან. გესმით? და ზოგმა ხელი ჩაიგნია.
რომ ხელჩაგია მაგას რა შეასრულებს და დაანება და ქრისტიანობა ყველა ვინც დაიღალეთ მოდით ჩემთან იწამეთ ის რასაც მე გეუბნებით და დაისვენებს თქვენი სული. აი ამოისუნთ, აი ამას ეუბნება. ხო გასაგებია. ხედავთ, აი ჩვენ თუ იმ კონტექსტში წავედით, რაზეც სინამდვილეში ლაპარაკია, როგორი მარტივი გასაგებია. ხო მასეა? თორე ხა შეიძლება ეს ვიღაცამ თქვას, რომ აი მააშროა თვითმძიმე ისაი თანამედროვე სამსახურში რო ჩაგრავენ უსამართლოდ, ხო? ისიც თვითმძიმეა, იმიტომ რომ აი დიდი ვისაც 12 შვილი ყავს, ვისაც მაგალითად სამსახური არ აქვს, ხელფასი არ აქვს, ყველა თვითმძიმე რა თქმა უნდა. მაგრამ ქრისტე ამაზე კი არ ამბობს. იმ მომენტში ქრისტე ლაპარაკობს იმ ხალხზე, ვინც ფარისევლებმა დატვირთეს აი ამ რჯულის ცრუ არასწორი განმარტებით ამაზე ხო გასაგებია და მე განგის ნახე და დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოეპოვებთ სულით სიმშვიდეს. რატომ მომს ქრისტე დაიდგით ქედზე ჩემი უღელი? ეხლა როგორ გონიათ ქრისტემ ეს უღელი თვითონ მოიფიქრა ეს ტერმინი ქრისტემ? ხო, აი, ხო მოგითხარით, ხო? გავასწარეთ იმას. ნახეთ, აი, გაჩვენოთ ეს, ნახეთ. ეს ქედზე უღელის დადგმა იყო აბსოლუტურად ცნობილი ფრაზა იმ დროს. მათი რაბინების აზროვნებაში, მათი რაბინების სწავლობაში ქედზე უღელის დადგმა. ისინი ამბობდნენ მაგალითად, რომ უღელის დადგმა ხო ნიშნავს მორჩილებას, დამორჩილებას, რომ მე ვიტვირთავ იმ საქმეს, რაც უნდა შევასრულო შენგან, ხო? უღელს ხო ვიღაცა ადგავს ვიღაცას, ხო მასეა? ხარს უღელს ხო მის გლეხი ადგავს, ვინც იცის რა უნდა შესრულდეს და უღელის დადგმა ისინი ამბობდნენ, სხვადასხვა უღელი არსებობს, ამბობდნენ მათი რაბინები. აი მაგალითად თორის უღელი, მოსეს ხუთწიგნეულის უღელი. და ისინი ამბობდნენ, რომ ღმერთი ასე ამბობსო, რომ ვინც რჯულის უღელს დაიდგამსო თავის მხრებზეო, ღმერთიო მასო დაასაჩუქრებს, იმიტომ რომ ვერც ერთი ხელისუფალი და მიწიერი საზრუნავი მას ვეღარ დაიმონებსო. გესმის? თუ შენ თორის მოსეს რჯულის უღელს დაიდგამ, თავისუფალი იქნები, რომ დაგჩაგრავს ვინმე ხელისუფალი. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობს ასევე ცნებების უღელი, ამბობდნენ ისინი მაგალითად რა. ასევე ამბობდნენ, რომ არსებობს სინანულის უღელი, აი დავითზეა, წინასწარმეტყველი დავითზე ამბობს, რომ დავით იყო კაცი ამაღლებულიო. მათი რაბინები განმარტავდნენ, რომ ამაღლებული კაცი ნიშნავს, რომ მონანული კაცი იყო. ანუ დავითსო სინანულის უღელი ჰქონდა დადგმულიო. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობს ასევე ხორცის და სისხლის უღელი. აი ხალხი, ვინც ჯულს კი არ ეძებს, ამ ქვეყნიურ საზრუნავშია გაბმული და სისხლის და ხორცის უღელი ცხოვრობს. გესმით? აი, ნახეთ, ქრისტე ეუბნება, რომ ჩემი უღელი დაიდგით. ეს ყველაფერი ხო ცნობილია თქვენთვის და ფაქტობრივად, აი, ამასაც რომ მოისმენდნენ იუდეველები, შეიძლება ჩაეკოლათ უფალი. იმიტომ რომ მათ იციან, რომ იაჰვეს უღელი არსებობს და მოსეს უღელი არსებობს და ქრისტე ამ დროს ამბობს, რომ კი არა, ჩემი უღელი დაიდგით მხრებზე. გესმით? და როგორ შენ თავს ღმერთს უტოლებ? ჩვენ ღმერთის უღელის დადგმას ვემხრობთ და ღმერთის უღელის დადგმას ვქადაგებ და შენ ამბობ, რომ შენი უღელი უნდა დავიდგათ, როგორც სხვა დროს იყო, ხო? მოდი ჩემგან და სვით ხო ამბობს, ჭამე ჩემი ხორცს, ჩემგან მიიღეთ პური. აქაც იგივე სიმეორებს ქრისტე და აი ამიტომაც იყვნენ, რომ წარდებოდნენ, წოფდებოდნენ და ისიც ჩაქოლვა უნდოდათ და ვინაიდან ეს ჩემი უღელი ამაოა, ბოდიში ტკბილია ამოწერია, ანუ ამოა და ტვირთი ჩემი სუბუქია. ნახეთ, მოციქულთა საქმის მე-15 თავში ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. ჩვენ რო გესმოდეს აი ამ პრობლემის აქტუალურობა, განა თვითონ იუდეველებს ეს არ ესმოდა, ნახეთ, რა მოხდა? მოციქულთა საქმის მე-15 თავში არის მოციქულთა კრება აღწერილი ანტიოქიაში. და რა არის პრობლემა აქ, რაზე დაობენ მოციქულები? რომ ის ხალხი, ვინც არაებრაელი, არაიუდეველია, წინადაცვეთა მათთვის სავალდებულო იყოს თუ არ იყოს სავალდებულო. ზოგიერთები ემხრობიან აზრს, რომ არა, ჯერ ვინც აი მაგალითად ბერძენი მაგალითად ვინც ქრისტეს მორწმუნე გახდება, ჯერ იუდეველი უნდა გახდეს ამ გაგებით, დაემორჩილოს მოსეს რჯულს, წინა დაიცვითოს, მოიჭრას ის სასქესო ორგანოზე ის ჩუჩა და შემდეგ გახდებს ქრისტიანი. და
შემდეგ მაგრამ მოციქულები პავლე ეწინააღმდეგება ამას სასტიკად. რომ ნუ აკეთებთ ამას ამას პავლე მოციქული არ შეიძლება მაგის გაკეთება. და შემდეგ წამოდგა პეტრე და უთხრა მან, აი პეტრესაც ესმის ეს პრობლემა, გესმით? რომ მარშრალი და ტვირთმძიმენი არიან ის და მისი ხალხი. და პეტრე ამბობს. ჩვენ ხომ იცით რომ ღმერთმა ქრისტეს მოსვლით და ქრისტეს ჯვარცმით არაფრით არ გაგვასხვავა ერთმანეთისგან იუდეველები ვართ თუ წარმართები ვართ. მას ახლა რაღაც გამოცდით ღმერთს. რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტვირთვაც ვერ ჩვენ შევძელი და ვერ ჩვენმა მამებმა. ნახეთ რა შეუნება? რატომ ცდილობთ რომ ისევ ჯულის უღელი დაადგათ ახალ მოწაფეებს, რომლის ტვირთვა ვერ ჩვენ შევძელით და ვერ ჩვენმა მამებმა. მაგრამ ჩვენ გვწამს რომ უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლით ცხონდებით ჩვენც და ისინით. ნახეთ, უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლით ცხონდებით ჩვენც და ისინიც ამ საქმეების გარეშე, რომელიც გვადევს უღელად და ვერ ჩვენ ვასრულებთ და ვერ ჩვენი მამები ვერ ასრულებდნენ. იესო ქრისტეს მადლი კი რას ნიშნავს? რომ იესო ქრისტე მამა ღმერთმა ინება რომ იესო ქრისტეს ჯვარცმით გავეთავისუფლებინეთ ჩვენ დანაშაულისგან. ნახეთ და სულის განსვენებას პოვებთო. რას გულისხმობს როგორ გონიათ? აი შევიცანი მე ქრისტე და მივხვდი რომ ყველა ჩემი ცხონება ამ უამრავი ათასობით კანონის ასრულებაზე კი არ არის დამოკიდებული. აი იუდეველი მაგრამ მე ახლა სხვა ვარ, მაგრამ იუდეველმა ვიწამე მე ქრისტე და მე მივხვდი რომ უამრავი მცნების ასრულებაზე კი არ არის ჩემი ცხონება დამოკიდებული. აბამე რაზე? ქრისტეს ჯვარცმას ვიწამებ თუ არა ჩემი გამოხსნისათვის. გესმის? მე ვხვდები რომ აქამდე მეგონა რომ ამ ათასობით კანონს ყველას თუ არ დავიცავ დაღუპული ვარ. როგორ მეშინია წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ის თუ შაბათ დღეს არასწორად გადაჭიქა ადგილიდან ადგილზე მორჭა ვიცი რომ დავარღვე მოსეს რჯული და დაღუპული ვარ. და ერთ დღეს ქრისტეს ჯვარცმა ვიწამე და მივხვდი რომ ამ საქმეების გამო კი არ დავისჯები ამ ცხონდები. თუ ვიწამებ მის ჯვარცმა, როგორც დიდ მსხვერპლს, უდიდეს მსხვერპლს თუ ვიწამებ ჩემს გადასარჩენად რომ ის მოკვდა ჩემს მაგივრად, გათავისუფლებული ვარ ყველა სფერისაგან. ეს არა ტკბილი არ არის ამის განცდა? საამო არ არის ამის განცდა? ამიტომ ამ ქრისტე დაიდგით ქედზე ჩემი უღელი, ჩემი რწმენის უღელი დაიდგით ქედზე და პოვებთ განსვენებას თქვენი სულის ვერგან. ტვირთი ჩემი მსუბუქია. ძიმი არ არის ჩემი ტვირთი, იმიტომ რომ მე არ გავალებთ ამდენ რამეს, რასაც გავალებდა ის განმარტება რჯულის, რომელსაც გასწავლიდნენ ფარისეველები. აი ეს არის ამ თავის მოკლე განმარტება, მოკლე შინაარსი. მეგონი რთულად ვილაპარაკეთ ზოგიერთი რაღაცა, მაგრამ იცით რა, თქვენ მეორედ მესამედ რომ შეიძლება მოусმინოთ ამას და აი ნაწილ ცოტ-ცოტას მოусმინეთ, იქ თვითონ თქვენ ტექსტები მოძებნეთ, ჩაუღრმავდით ამას, კიდევ ბევრჯერ გაატარეთ გონებაში, გესმით და აი ასე თუ მიუდგებთ ამ ყველაფერს ჩვენ დავინახავთ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. იმიტომ რომ სამწუხაროდ შეიძლება ვლაპარაკობთ ხოლმე ახლობლები რომ სამწუხაროდ ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანობა ქცეულია რაღაც ისეთ სარწმუნოებად, რომელსაც კავშირი ამასთან ხშირად ბევრ რამეში არ აქვს. ხო, რაღაცა იცვალა სახე ქრისტიანობამ და გახდა რაღაცა სხვა სარწმუნოება. სინამდვილეში სარწმუნოება არის ის, რასაც ქრისტე გადაგებს, სახარება, რასაც გვასწავლის. ოღონდ ისე იმას რომ ჩვენი პრიზმა ამ ხედვის უნდა იყოს ყოველთვის ის, რასაც ქრისტე გულისხმობს, გესმით? ხოლ ეს, თორე ისე ზოგადად მაგალითად აი რაც მე ვთქვი, დააღლილი და ტვირთმძიმე ზოგადად სოფლიოში რამდენი ადამიანია? ხო, ბევრი ადამიანია. მაგრამ ტვირთმძიმე და დააღლილი შეიძლება იყო ბევრი რამესგან. შეიძლება იმისგანაც იყო დააღლილი, რომ ბევრი უსამართლო განაჩენი გამოიტანებს, მოსამართლე დააღლილი იყოს, მაგრამ შეიძლება იმან თქვას, რომ ღმერთო ტვირთმძიმე ამაზე ხო არ არის ლაპარაკი, ხო? ლაპარაკი იმაზე, რომ რჯულის გაგება, როგორიც იყო ფარისეველთა მიერ და რჯულის გაგება, როგორც არის ქრისტესაგან, როგორც ის განგვიმარტავს რჯულს. ამიტომ უღელი, ჩემი უღელი დაიდგით ქედზე და ისწავლეთ ჩემგან. ნახეთ, ეს უღლის დადგმა კიდევ რასთან არის დაკავშირებული.
იყო ძველ აღთქმაში იყო ასეთი მეფე ახაზია, რომელსაც ღმერთი ეუბნება, რომ შენო მეო ძალიან გეხმარებოდიო და შენო იმის მაგივრად რომ მადლიერი ყოფილიყავიო, ზურგს უკან მომისროლებიო. ზურგს უკან, აი ეს სიტყვები წერია, ზურგს უკან მომისროლენ მე. უღელი რო გადგას ისერზე. როგორ უნდა ჩამოიგდო? ზურგს უკან უნდა გადააგდო. გესმით? აი ამაზეა ლაპარაკი. აი ეს უღლის დადგმა ძალიან ცნობილი რაღაც იყო მათთვის, რადგან ვინც ურჯულო გახდა, ვინც უარყო იაჰვე და ღმერთი, მან ზურგს უკან მოისროლა, მოიგდო, გადააგდო მისი უღელი, გესმით? და ამიტომაც ქრისტე ამბობს, რომ არა, ჩემი სუბუქი და ტკბილი უღელი დაიგდით მხრებზე და დაისვენებთ, განსვენებას პოვებთ თქვენი სულებისათვის. აი ეს არის ამის შინაარსი. კითხვები თუ გაქვს რამე? აი მამա